პრიმა რომელმაც შოუში შექმნა. ერთი კაცი მჭირდება. სამაზოდაც არ ყავდა ჩაფიქრებული. წამყვანის თამამი გადაწყვეტილება. ლევანდელი წესთვის ნახეთ რა ვიყიდე. საქართველოში ყველაფერს ცოტა სხვანაირად უყურებენ. როგორ უყურებს მაია დარსმელიძე ქართულ შოუ ბიზნესს 18 წლიანი პაუზის შემდეგ როკ მომღერალი სცენაზე ბრუნდება. სტეპან ძალიან კარგად იცის რა უნდა გაყიდოს ბაზარს. კი. შენ ფაქტობრივად ამაზე უარს ამბობ. მომღერლის ცხოვრება ის რაზეც აქამდე არ უსაუბრია. ძალიან ტრაგიკული თუ მძიმე ცხოვრება ჰქონდა. მე რომ ასე მარტივად მაწუებდნენ, ხა რა სიმართლეც რა ტყუილი თქვი, მაგაზე უნდა ვიფიქრო, აქა და როკავა. ვის მოთხოვება შეეცადა ანრი ჯოხაძე? აი როგორ მოიგონა. კითხვა რომელმაც ყველაზე თამამ მომღერალს თამამი პასუხი ვერ გააცემინა. შენი საცოლე ამბავიო. მე ხო გაგაბრთხილეთ. რა? გთხოვეთ, მაია სად არის მსუქანი ქალი? იმას არ იცი რას ვიგან. დუბლი 2 იგივე კითხვა პასუხი წლეულს დავოჯახდები. დუბლი 3 იგივე კითხვა პასუხი თუ რა დღეში ხარ თან? და გადაცემის ბოლოს კლიპის პრემიერა. კიდევ ერთი პროვოკაცია ანრი ჯოხაძისგან. ყურეთ ოთხშაბათს საღამოს 10 საათს. გადაცემა რომელიც არ უნდა გამოგვიყვანოს.